თავი მე-11. ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. მასში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება. რწმენით შევიტყობთ, რომ საუკუნეები მოწყობილია ღვთის სიტყვით, რადგან წარმოიშვა უხილავისაგან. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი როგორც ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ და მისითვე კვლავ ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგ. რწმენით იქნა გადაყვანილი ენოკი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, ვინაიდან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს. რწმენით იყო, რომ მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული. ღვთის მოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად. ამით მსჯავრი დასდო წუთის ოფელს და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის ძალით. რწმენით იყო, რომ დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას წასულიყო ქვეყანაში, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო და ისე წავიდა, რომ არ იცოდა სად მიდიოდა. რწმენით იყო, რომ შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს და კარვებში მკვიდრობდა ისაკთან და იაკობთან იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად, ვინაიდან ელოდა ქალაქ საძირკვლიანს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია. რწმენით იყო, რომ სარამაც უნაყოფომ მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგარდასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღთქმელი. ამიტომ ერთისაგან და ისიც ლამის მკვდრისაგან იშვა მრავალი, როგორც ცაში ვარსკვლავები და როგორც უთვალავი ქვიშა ზღვის ნაპირზე. რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი. მხოლოდ შორიდან უყურებდნენ მათ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე. ვინაიდან ისინი, ვინც ასე ლაპარაკობენ, ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ. ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო. მაგრამაც სურდათ უკეთესი, ესე იგი ზეციური. ამიტომ ღმერთსაც არ ცხვენია, რომ თავის თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან მოუმზადა მათ ქალაქი. რწმენით იყო, რომ მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა და რა კი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდ შობილს სწირავდა, რომელზეც ნათქვამი იყო: ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა. ვინაიდან მიიჩნია, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალა შესწევს, ამიტომ მიიღო იგი მაგალითის სახით. რწმენით იყო, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის. რწმენით იყო, რომ აკურთხა სათითაოდ იაკობმა იოსების ზენი და თაყვანისსა ღმერთს თავის კვერთხს დაყნობილმა. რწმენით იყო, რომ მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავის ძვლების შესახებ. რწმენით იყო, რომ მალავდნენ მოსეს მისი მშობლები დაბადებიდან 3 თვეს, ვინაიდან ხედავდნენ, რომ ბავშვი კარგი იყო და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. რწმენით იყო, რომ თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ ცოდვიან განცხრომას. ქრისტესათვის გმობა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან ხედავდა საზღაურს. რწმენით იყო, რომ დატოვა ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა, ვინაიდან იგი თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო. რწმენით იყო, რომ მოაწყო პასექი და სისხლის შეპკურება, რათა არ გაჰკარებოდა შემმუსვლელი მათ პირმშოებს. რწმენით იყო, რომ გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, ხოლო ეგვიპტელებმა ცადეს, მაგრამ დაინთქნენ. რწმენით იყო, როცა დაეცა იერიხონის გალავნები 7 დღიანი გარშემოვლის შემდეგ. რწმენით იყო, რომ არ დაიღუპა ურწმუნოებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობიანად მიიღო მზვერავები. კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იაფთაეზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს. შრედნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ מחვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს. ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათ.
ზოგმა დაითფინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, מחვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროებულნი, დათრგუნულნი. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი წუთი სოფელი, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევხუებში. ყველა ამათგანს რწმენით დამოწმება კი ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, იმიტომ რომ წინასწარ გაითვალისწინა ღმერთმა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ განსრულებულიყვნენ.